მოგესალმებით, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელიც აქციების დაწყების დღიდან 28 ნოემბრიდან სახალხო დამცველმა და მისმა აპარატმა განახორციელა. ეს საზოგადოებისთვის ცნობილია, მაგრამ დამატებით განახლებული ინფორმაციას მოგასვით. ჩვენს მიერ მონახულებული იქნა 401 ადამიანი მთელი ამ პერიოდის მანძილზე. აქედან 251 პირი მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე და 161-ს აღენიშნებოდა ვიზუალურად დაზიანებები. ყველა შემთხვევაზე ჩვენს მიერ მოხდა ამ ყველაფრის დაუქმება, შესაბამისი მტკიცებულებების შექმნა და გადაგზავნა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურისთვის და რა თქმა უნდა მომავალშიც გავაგრძელებთ მონიტორინგს ამ საქმეების. მათ შორის მონახულებული იქნა 2 ბავშვი, 15 ქალი, ასევე მოვინახულეთ ყველა პირი, რომელიც დაკავებული არის სისხლის სამართლის წესით და დღემდე მათი კანონიერი წარმოადგენლების მოთხოვნის საფუძველზე პერიოდულად შევდივართ, როცა აცხადებენ ამის შესახებ, რომ არის საჭიროება სახალხო დამცველის წარმოადგენლის შესვლის და ამას შესახებ ინფორმაციას უზიარებთ მათ კანონიერ წარმომადგენლებს. ასევე გეტყვით, რომ დღეს ბევრი კითხვა დაისვა ალბათონი მზეამაღლობელთან დაკავშირებით და ეს ბრიფინგი ცოტა მოგვიანებით, იმიტომ გაიმართა, რომ სულ ეხლა გამოვიდა ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც არის პროფესიით ექიმი, რომელიც შეხვდა ქალბატონ მზიას და მინდა გაგიზიაროთ ის ინფორმაცია, რომელიც ამ წუთში ჩვენ მის შესახებ გავგვაჩნია და რომელსაც ასევე მისი თანხმობით, რა თქმა უნდა, ვაზიარებთ. ქალბატონი მზია თავს გრძნობს ნორმალურად. ის საკვებს არიღებს 12 იანვრიდან. ჩვენს მიერ მისი დაკავებიდან დღემდე ქალბატონი მზია მონახულებული იქნა 7 ჯერ. მათ შორის ჩემს მიერ პირადადაც იქნა ის მონახულებული. ჩვენ ვიცით მისი განთავსების პირობები, მე უშუალოდ ვიყავ მასთან საკანში, კოდიშით. და ასე რომ ამ პირობებთან დაკავშირებით მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქავს. რაც შეეხება თვითონ ადმინისტრაციის მხრიდან დამოკიდებულებას მოპყრობას, ამასთან დაკავშირებითაც ქალბატონ მზიას არანაირი პრეტენზია არ აქვს. რეგულარულად ხდება მისი ჯანმრთელობის მონიტორინგი, უტარდება კვლევები. ექიმი დღეში 3-ჯერ ახდენს მის მონახულებას და შესაბამისად რა თქმა უნდა იღებენ ინფორმაციას. ასევე ჩვენმა წარმომადგენლებმა რა თქმა უნდა ნახა ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც სამედიცინო თვალსაზრისით ამ პერიოდში იქნა შედგენილი. ეს დოკუმენტაცია ჩვენ მიერაც არის გამოთხოვილი და იმედია ამ დღეებში მოგვაწვდიან. გარდა ამისა, ის ესაუბრა ექიმს, პენტენსის დაწესებულების ექიმს, ვინც ექიმი ყოფილა და მისგანაც მიიღო დამატებითი ინფორმაცია. არსებობს სხვა საკითხები, რომელიც უშუალოდ ქალბატონ მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, რომელიც პერსონალური ინფორმაცია და ამაზე საუბრისგან თავ შევიკავებ, რასთან დაკავშირებითაც მეტი ყურადღება არის საჭირო შიმშილობის პერიოდში და ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მეთვალყურეობას, ამ საკითხზე უფრო აქცენტირებული ვიქნებით, რომ არც ჩვენ, არც პენტენსიურ დაწესებულებას არ გამოეპაროს რამე ისეთი, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის ჯანმრთელობას.